საქართველოში ხვალ არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. როგორ ემზადებიან საოლქო საარჩევნო კომისიები აჭარის რეგიონში, რა სიახლეებია საარჩევნო სიებსა და საუბნო კომისიებში. დეტალებს დღეს რუსუდან აბაშიძე გაეცნო. ბათუმის მერის ასარჩევად ქალაქის 101 უბანი ხვალ მეორედ გაიხსნება. უბნის მოსაწყობი ინვენტარი კომისიებს უკვე მომარაგებული აქვთ და ურიგდათ საარჩევნო ბიულეტენები. კომისიის წევრებს ამჯერად ნაკლებად დატვირთული რეჟიმი ექნება. საარჩევნო ყუთში მხოლოდ მერის და გამგებლის ასარჩევი ბიულეტენები ჩაიღრება. ბიულეტენებს მივიღებთ და სხვა კიდო ინვენტარს, რომელიც საჭიროა, რომ ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად და უპრობლემოდ. ის ამომრჩევლები, რომლებმაც არჩევნების პირველ ტურში სიაში საკუთარი თავი ვერ აღმოაჩინეს და ამ მიზეზით კენჭისყრის უფლება არ მიეცათ, არჩევნებში მონაწილეობას კვლავაც ვერ მიიღებენ. ამ მხრივ სიების დაზუსტება შემჭიდროვებული ვადების გამო ვერ მოხერხდა, თუმცა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა გაზრდილია იმ მოქალაქეების ხარჯზე, რომლებსაც 18 წელი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შეუსრულდათ და ხმის მიცემის უფლებაც მოიპოვეს. 1 ივლისს ძირითადად იუსტიციის სამინისტრო, ასევე სხვა უწყებები, ვისაც ევალება CSKO-ში აგზავნიან საბოლოო მონაცემებს იმ ადამიანების შესახებ, რომელთაც აი ამ მომენტისათვის შეუსრულდა 18 წელი. და 15 ივნისის შემდეგ 112 ადამიანს შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეუსრულდა 18 წელი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე. სამზადისი დასრულებულია ქობულეთსა და ხულოს მუნიციპალიტეტში. აქ არჩევნებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლიანი არჩევნებისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები დააკვირდებიან. დღეს მდგომარეობით საოლქო საარჩევნო კომისია ხულოსი მზად არის არჩევნების მეორე ტურის შესატარებლად. ყველა საჭირო ინვენტარი შემოტანილია, უბნებზე დღეიდან გაცემული იქნა ბიულეტენები, ამომრჩევლთა უკვე რამდენიმე დღეა გაკრულია, კედლის სიები, უშინიდან წავიდა უკვე და დარიგებული იქნა სამაგიდო სიები. რაც შეეხება სიების ცვლილებას, არ არის რაიმე სიების ცვლილება, სულ რაიონში არის 23913 ამომრჩეველი. ბათუმში 101 უბანი იმუშავებს, აქედან 5 კომისიის ახალი წევრები დაკომპლექტა პატიმართა რაოდენობის შემცირების გამო სპეცუბანი გაუქმდა ციხეზე, ამიტომ არჩევნების მეორე ტური გადასატანი 5-ით ჩატარდება. როგორც საჯელახსულების დაწესებულებაში, ასევე სამხედრო ნაწილშიც შემცირდა ამომრჩეველთა რაოდენობა. ჩვენ ასეთი ინფორმაცია მივიღეთ, რომ არის 50-ზე ნაკლები პატიმარი, რომელსაც ხმის უფლება აქვს და ასევე ის სამხედროებიც, რომლებიც ადლის ბაზაზე არიან, ნაწილი გაწვეული იქნა და ისინიც მათი რაოდენობა შემცირდა. ბათუმსა და ქობულეთში ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან. ხულოში კი ქართული ოცნების კანდიდატს კონკურენციას პატრიოტთა ალიანსის გამგებლობის კანდიდატი გაუწევს. მეორე ტურში 50+1%-იანი ბარიერი გაუქმებულია და კანონის თანახმად გამარჯვებულად ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატი გამოცხადდება. თანაბარი ხმების დაგროვების შემთხვევაში კი უპირატესობა პირველი ტურის ლიდერ კანდიდატს მიენიჭება.